შემოდი. მოდი ეს რა. აი ეს მესმის. გუშინ ისევ გამერბოდი. გამიკვირდა დღეს რომ მოხდი. ვთქვათ, დაბრძანდით ქალბატონო ეს რა. არ მინდა. ვიფიქრე. და მართალი იყავი. რას გულისხმობ? აქ არ უნდა მოვსულიყავი. ყველაფერი შეცდომა იყო. ერთი წუთით რაღაც ვერ გავიგე. რამე არ ვიცი? შენ მითხარი რომ სამსახური გჭირდებოდა და გინდა და დაგემტკიცებინა რა შეგიძლია. ეს რა მოხდა? არაფერი, უბრალოდ შევწდი. ეს სწორი არ არის. არა არ არის სწორი. ჩვენ ეს მდგომარეობა ის რომ ყოველთვის ერთად ვართ. ჩვენი ისტორია დასრულდა ოზან. ახლა ერთმანეთს ვაზიანებთ. ამას ახლა მიხდე? მაშინ როცა ყველაფერი ლაგდება? ორივესთვის ასე იქნება უკეთესი. სამსახურიდან მივდივარ ოზან. შვიდობით. ეს რა გჭირს? კარგად ხარ? მოხდა რამე? მოდი ვილაპარაკოთ. არა, მადლობა, კარგად ვარ. კარგი. რა ლამაზია. ჩემზე ახალგაზრდა. ჩემზე ახალგაზრდა არა? კი, ახალგაზრდაა. ახალგაზრდა. ლამაზი. ხო, ახალგაზრდაა და ლამაზიც. რა ვქნა მენექშე მოგატყუო? ოჩაღი ელჩინ. რაც საჭირო იყო უკვე ვნახე, წავედი. სად მიდიხარ? სად მიდიხარ მეთქი? სად წავალ ზუმრუდ? კაფეში, უნდა ვიმუშაო. ახლა კაფეში წასვლის და მუშაობის დროა. წადი და ეს ქალი გაჩეჩე. საერთოდ ვინ არის? ვინ არის შენთან შედარებით? დაუშვათ უფრო ახალგაზრდა და ლამაზია. მერე? საკუთარ თავს შეხედე. რა საკეთებ? ზუმრუდ, თუ ვინმეს პასუხი უნდა მოვთხოვო, ეს ქალი კი არა, იელჩინია. იელჩინმა შემომფიცა ერთგულება, როცა დავქორწინდით, ეს ქალი რა შუაშია. ამ ქალთან პრობლემა არ მაქვს. რა უნდა უთხრა? მენექშე რა საკეთებ? ხომ არ გაგიჟდი? ზაფხულის დასაცმელი რომ გამოგელება, ზამთრისებს გადმოგიყრი. მენექშე რა საკეთებ? გაგიჟდი ქალო, რა დაგემართა? სამარცხვინო კაცი ხარ. მთელი ცხოვრება შენ შემოგწირე. ჩემი სილამაზე ახალგაზრდობა და შენ რა გააკეთე? ჩემი ბრალია. ჩემი ხელით გაუთავებულ პერანგებს იცვამდი და იმ ქალთან მიდიოდი. ღმერთმა დაგწავლას. მენექშე რას ამბობ? ვინ ქალთან? რაზე ლაპარაკობ მენექშე? სისულელებს მოამბობ, თუ გაჩერდი. მოდი დავსხდეთ ვილაპარაკოთ. გეყოფა. მენექშე, მიკროსკოპით გადმოუგდე. გაჩუმდი ჯადოქარო ზუმრუდ. შენ გაჩუმდი. არა, არ გაბედო საყვარელო, ხო არ გინდა. მიკროსკოპი არ გადმოაგდო, არ გინდა. არ გაბედო. მიკროსკოპი არ გადმოაგდო, ხო არ გინდა მენექშე. მომიცი რომ ყიდვას ვეღარ შევძლებთ, ხო არ გინდა. მართალი ხარ იელჩინ, ვეღარასდროს იყიდი. აი შენი მიკროსკოპი. თავში ესროლე. ჩემი მიკროსკოპი. მენექშე, საყვარელო, ვერაფერი გავიგე, რა საკეთებ? მთელი რაიონის თვალწინ შევწვით. რა საკეთებ? მოდით, კარგი სპექტაკლია. დედა, ყველაფერი ისროლე რაც გქონდა, თუ გეყოფა. შვილო, შენ მაინც გამაგებინე რა ხდება? მამა ქალს შეხვდი. მერე რა მოხდა? რა მერე რა მოხდა? ასე მარტივად აღიარე.
ჯერ უდანაშაულოდ მაინც გამოგეხედა. გეუარა. შენი ვერაფერი გავიგე. დედა გეყოფა. ეკო რას ამბობ ვერ გავიგე? მე კი არა, დედა ამბობს რომ უღალატე. აი ამიტომაც ისურვის ყველაფერს. კიდევ კარგი რომ სახლში არ მოხვედი, თორემ შენც გადმოგაგდებდა. კარგი დედა გეყოფა. ისევ შენი გასარეცხია. მე უღალატე? მე გიღალატე არა? და შენ ამის გჯერა არა მენექში. არც კი მომისმინე. არ დამელაპარაკე. ყველაფერი დაიჯერე ხომ ასეა? ხო, დავიჯერე. ჩემი თვალით დავინახე ყველაფერი. ჩემი თვალით დავინახე როგორ შეხვდი იმ ქალს. როგორ არ გწვენია. სამარცხვინო კაცი ხარ. სამარცხვინო კაცი მე კი არ ვარ. ეს შენ უნდა გწვენოდეს, ქალბატონო მენექში. გწვენოდეს. მამა გეყოფა. შენ რაღა უნდა გითხრა? გეყოფა ხომ ხედავ შეტევა აქვს. მურჩა, მე წავედი. ძალიანაც რომ თავ აღარ მოვალ. და ეს ყველაფერი მე დავალაგო? ძმაო ელჩინ, სად მიდიხარ? ისევ ჩემი დასალაგებელია. ეს რა დაგემართათ? მიდი შეაგროვე ნივთები. მისმინე ეკო. მამა შენმა მართლა უღალატა? არა, დაუნერი მან. ამას ვერ დავიჯერებ, არასდროს გააკეთებდა. ერთი კვირის შემდეგ. საღამოს დაჯილდოების ცერემონია. ამას გარდა პროგრამისტებთან გაქვთ შეხვედრა. თვიური ანალიზი უნდა გააკეთონ. შემდეგ სხვა პროგრამისტებთან გაქვთ შეხვედრა. და ახალი სტაჟიორების დოსიეებიც უნდა ნახოთ. არ არის საჭირო. ფერა ინახავს. კარგი, მაშინ მას შევუტან. ძალიან ცხელა ეს რა. აქეთ მოატრიალე ვენტილატორი. ღმერთო, ძალიან კარგია კომპანიიდან რომ წამოვედი, არა დედა? ახლა ერთად ვარჩევთ ლობიოს. თან რანაირი კომპანია იყო? ისეთი არაფერი. ნორმალური ოფისი იყო. გემრიელი ყავაც ჰქონდათ, მაგრამ ძალიან ვიღლებოდი დედა. აქ ისეთი კარგია, ვენტილატორთან. გრილდები. და შენთან ერთად ლობიოს ვარჩევ. მე ნიუ-იორკს გავარჩევ. მშვენიერი საქმეა. იცი რა დედა, ძალიან ვიღლებოდი იმ სამსახურში, მართლა ძალიან. უამრავი საქმე მქონდა. ეს რა? ნანობს საყვარელო. დედა, 2 საათი რაზე გელაპარაკები? რატომ დავინანო? გეუბნები აქ შენთან და ლობიოსთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ მეთქი. კარგი, გასაგებია, არინანო. ხომ იცი სინანული ცხოვრება ძალიან ცუდია. დედა, შენ ნანო? მე რა უნდა ვინანო ეს რა? მეტყობა რომ რამეს ვნანობ. ჯანდაბაშიც წასულა მამა შენი. მამა, დეჟავუ მაქვს, მართლა. რამდენი ხანი უნდა მიქონდეს ერთმანეთთან საჭმელი, მამა? თვის გულისათვის. ასეთი მამაშვილობა აღარასდროს მინახავს. მართლა, სათევზაოდ უნდა დავდიოდეთ ერთად. ჩვენ კი ერთმანეთისთვის ფონტუშები მიგვაქვს. მამა, რა? თვალები აგისრამლიან და მამა. მამა არ გინდა, ცუდად ვხდები. მარტივი არ არის ეკო. ფონტუშებს მენექშეს სუნი ასდის. სინამდვილეში დედას კი არა? მისი ხელების სუნია. მთელი დღე კაფეშია. ამზადებს, ამიტომაც ასდის სუნი საჭმელს. გეყოფა რა დედიკოს ბიჭო, სულ ნუ იცავ. დედა შენმა თავის ქმარს ბრალი დასდო და ადანაშაულა და გამოაგდო. მამა, როდის უნდა მომიყვა რა მოხდა შენსა და იმ ქალს შორის? თვის გულისათვის, მამა. არავის არაფერს არ მოუყვები. რცხვანოდეს, ეკო, რცხვანოდეს. თურმე მამა შენს არ იცნობ. ეს რა არის? მოდიხარ და დაკითხვას მიცვალ. არა, მამა, რას ამბობ? რა დაკითხვა? უმიცი ასეთ მდგომარეობაში არაერთხელ ყოფილ ვარ. ვიფიქრე როგორც შვილს გულწრფელად ამელაპარაკებოდი და ორიგინალ ისტორიასაც მომიყვებოდი. ჩინარ. დიახ, ქალბატონო ფერაი არა ხდება. აღრეცხვა ჯერ კიდევ არ მიმიღია შენგან. რა ხდება ჩინარ?
ხვდები რომ უკვე ერთი კვირაა კომპანიაში გძინავს. მისმინე, ძილით სახში გძინავს. აქ კი მუშაობთ, მარტივია არა? კომპანიაში არ გძინავს. კომპანიაში ძილი არაჩვეულებრივი მიზეზია სამსახურიდან გასაგდებად. მართალი ხართ. შეცდომა დაუში. თქვენს ადგილას იგივეს გავაკეთებდი. არა, ჩინარ, არ წახვიდე. უბრალოდ გაიღვიძე. იცი რა ვქნათ? ცოტა წაგახალისებ. წადი და ისვენე გონს მოდი და საღამოს გააკეთე შენი საქმე. ხვალისთვის აღრიცხვას ველოდები. კარგი? გასაგებია. შვენიერია. აი ეს მესმის. ზმაო ისეო. რა ისე, მუსა. უკვე ერთი კვირა ამჟავე სახი დადიხარ. არ მუშაობ. გავაგრძელო? ვერ მუშაობ. გავგიჟდები. მუშაობა არ შემიძლია. მოვიდა ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა და წავიდა. რატომ? ვერაფერი გავიგე. რაღაც სისულელეები მითხრა. ერთად ვერ ვიქნებითო. ასე აჯობებს ორივესთვისო. მაშინ რატომ არ ფიქრობდა ასე როცა აქ მოდიოდა? კარგი ძმაო, კარგი, მშვიდად. მესმის რომ გაბრაზებული ხარ და მართალიც ხარ. ბრძალი ცუდად მოიქცა, მაგრამ იქნებ მიხვიდე და დაელაპარაკო. არა მუსა. გადაწყვეტილება მიიღო და წავიდა. წარმატებებს ვესურვებ. სხვა რაღა უნდა ვთქვა. ბატონო ოზან. ორი კანდიდატი შევარჩიეს სტაჟირებაზე. ნახავთ? არ არის საჭირო ფერაია. შენ არჩიე და დაიბარე. კარგი. ეს რას ყველა ძალიან მივეჩვიეთ. რთული იქნება მისი შემცვლელის პოვნა. მასთან ერთად ხალისიც გაქრა კომპანიაში. იცით რომ მიდიოდა ტიროდა. ძალიან მეწყინა როცა გავიგე. ერთი წუთით. ტიროდა? ხო, ადემმა დაინახა. კითხა რა დაგემართაო, მაგრამ არაფერი უთქვამს. გასაგებია ფერაია. შეგიძლია წახვიდე. კარგი, მაშინ კანდიდატებს დავიბარებ. ვერაფერი ვერ გავიგე მუსა. ვერ გავიგე. მგონია რომ მოვგიჟდები. მოვიდა სამსახურიდან წავიდა და მე რა იტირა. არც მე ვიცი რა გითხრა. ვერაფერი გავიგე. სამსახურიდან რატომ წამოხედი? ეკო რა გინდა? რა შენი საქმეა? გეყოფა სულელური კითხვების დასმა. მე გეკითხები რატომ არ მუშაობ? არაფერს გეკითხები. საპასუხო შეტევა არა? ანუ ამბობ რომ საუკეთესო თავდასხმაა. ამით ვერ მომატყუებ. ერთი კვირის წინ ყველგან ოზანი გესმოდა. აქამდე როგორ მიხვედი? ეგრა შუაშია. უბრალოდ ერთხელ გავიგე ოზანი, მხოლოდ ერთხელ. რა გინდა? რა შენი საქმეა? რატომ არ ეშვები ამ გოგოს? დედა ძალიან თხოვნოერები. იმაზე იფიქრე ამას აქ შენს გამო, რა მდგომარეობაში ვართ. ოჯახი დაგვენგრა. რა მოხდება თუ წახვალ და მამას დაელაპარაკები? დაჯექი, მოусმინე რა პრობლემა აქვს? რა იყო შეიძლება? ამირი და მხოლოდ განკითხოს დღეს ნახავ მამაშენს. ისიც იმიტომ რომ პასუხი მოთხოვო. წადი დედა, წადი, მაგრამ ტრაუმას გვიტოვებ ბავშვებს. გეყოფა, მიდი საჭმელს მოურიე, თორემ მიიწვება. დედა წავიდა, ვერ ხედავ? კარგი, ხო, კარგი. ისევ კაფეშია. ჩემი შვილი გადარჩა. მადლობა ღმერთს. ჩემი ლოცვა შეისმინა. მზად არის რეიხან. გამოვიდა დაო, გამოვიდა. გეფიცები შენი შესაფერისია. ძალიან კარგი გამოდის. მიდი, მიდი მალე. მაშინვე მომეცი. თავს ვერ ვიკავებ. სწრაფად. რაღაცას გეტყვი. ჯერ არ გამოუგონია ტელეფონი, რომელიც ტელეპორტით მუშაობს. უბრალოდ შეხვედრით არ დარეკავს. ეგრა შუაშია. რაღაცას იგონებ და ჩემზე ლაპარაკობ. მე ასე ვიქცევი? კარგი, კარგი, გავიგე. უზანის ზარს არ ელოდები. გასაგებია. არ ველოდები. ო. გამარჯობა. 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 თხოვთ, ჭამეთ. ჯერ ეს რამ ჭამოს, რადგან დაიმსახურა. შენ ეს დაიმსახურე. მიდი. დედა ზუმროთ არასდროს არსადაგი პატიჟები ვართ. რა ხდება? ხომ არ გუწამლავთ? მიწისთხილი.
რა? ძალიან ბევრი მიწისთხილია. სამი შეკვრა გავუკეთე. რატომ? იმიტომ რომ შემიძლია. თქვენ ალბათ მიჩვეულები არ ხართ სიმდიდრეს. ბევრი მიწისთხილი აქვს, რადგან მდიდრები ვართ. ასეთ სიცხეში ხალვა რატომ მოგვიტანეთ? ვინმე მოკვდა? მოკვდა. მოკვდა. ჩემი კოშმარი, შიში. ჩემი საშინელი შიშები მოკვდნენ. ამინ. ამინ, ამინ. ნეტავრა არის ამის ბედნიერების მიზეზი. რა? 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 ეს რა სამსახურიდან წამოვიდა, კომპანიიდან წამოვიდა. დეიდა ზუმროთ არ გცვენია? ჯობს ფეირვერკი გაუშვა. არ გცვენია? ფეირვერკი? მე ზუმრუთ კორფალის? რანაირი გოგო ხარ? არ იცი რომ თუ ფეირვერკებს გავუშვებთ, ფრინველები დაიხოცებიან. არ შეუძლია თატანა. ცოტა განათლება, ძალიან გთხოვ. ცოტა რაღაც წაიკითხე. გასაგებია რომ ღარიბები ხართ, მაგრამ განვითარება კითხვით შეგიძლიათ. მიდით. ჭამეთ. არ მოგაცდენთ ბედნიერად ეს რა. მადლობა ღმერთს. პირველად მითხრა ამდენი წინადადება ერთად. დეიდა ზუმრუთ, ხალვა დაგჭათ, მე ჭამას არ ვაპირებ. ქალი მართალია. ოზანი ჩაღლას შენი ხელი დაუთმე, შენი ბრალია. მეც მანთა მხარეს ვარ. ეს ხალვა არა, გემრიელად გამოიყურება. შევჭამ რომ არ გაფუჭდეს. მეილი მოვიდა. ეს განცხადება ნახე. ნორმალურია, რადგან ახალია მოსა. გააკონტროლე. კარგი გასაგებია. ოზან, გეძებდი. არა მოხდა. საღამოს დაჯილდოების ცერემონია, ხომ იცი? ვიცი. და მივდივარ ჩაღლა. პენარმა 40 ჯერ გამახსენა. კარგი წახვალ, მაგრამ ახლა სხვა პრობლემაა. დაჯილდოების ცერემონიაზე ესრას ნახვაც უნდათ. არ გითქვამს რომ წავიდა. არა, რადგან ჯერათ რომ ესრა კომპანიის გულია და მართლებიც არიან. სლოგანიც კი ესრამ მოიფიქრა. კამპანია წარმატებით დასრულდა. სწორედ ამიტომ აანაზღაურეს წყვილის თაფლობისთვის ხარჯებიც. ხომ იცი ეს ვისი დამსახურებაც არის? ვიცი ჩაღლა, ვიცი. მაგრამ ისიც ვიცი რომ ეს რაკედან თავისინებით წავიდა. მე რა უნდა გავაკეთო? მე რაღაც იდეა მაქვს ოზან. ესრას დაურეკე. უთხარი რა მდგომარეობაც არის. თუ გინდა იცი როგორ მოვიქცეთ? ესრას მისამართს გავარკვევ, წავალ და დაველაპარაკები. არა. რატომ? იმიტომ რომ პარტნიორი ხარ და უხერხული იქნება შენი მისვა. მუსა წავა. მე? თანაც კარგი ურთიერთობა გაქვს. კარგი მუსა და ელაპარაკე და გამაგებინე. არ დაგავიწყდეს, კარგი? კარგი ქალბატონო ჩაღლა დროებით. რა ვქნა ძმაო, წავიდე და დაველაპარაკო? არა მუსა, მე დაველაპარაკები. პირისპირ მითხრას რატომ განიცადა სამსახურიდან წასვლა. მზად არის? მზად არის ძმაო, მომეცი და მე წავიღებ. დავიღალე ჯდომით, ცოტას გავისეირნებ. კარგი მშვენიერია. მიდი წარმატებები. გამარჯობა. ჩინარ, ისევ მოხვედი? მშვიდობით მოვედი ეს რა. გამარჯობა, მშვიდობა აქ ერა. ამ ბოლო დროს ხშირად ხედავ ჩემსგან. მშვიდობით მოვედი. მე არ მეთქვამს კეთილი იყოს მეთქი. ძმაო, რაზბოდა წადი და იმუშავე, ნუ ხუმრობ, საქმე არ იცდის, მიდი შედი. წავედი. ჩინარ, აქ რას აკეთებ? სამსახურს აცდენ. იცოდე გამოგაგდებენ, კარგი რა. ნეტავ, მაგრამ არ მაგდებენ. ჩინარ, წამოდი გაჩერებამდე გაგაცილებ. ავტობუსი მალე გამოივლის და წადი. ეს რა, შვიდად. ქალბატონმა ფერაიამ გამომიშვა. სახლში შემიძლია მუშავა, პრობლემა არ არის. კარგი, მაშინ ამ შეკვეთას წავიღე და მოვალ. დამელოდე. მოიცადე, ჩანთას დავდებ და წამოყვევი, დამელოდე. ძმაო, ჩანთას ყურადღება მიმიქცია, კარგი? მაგრამ რა გაეწყობა? ქალბატონო ესრა, არ მომბეზრდება და გიკითხავ. რატომ წამოხვედი სამსახურიდან? ჩინარ, რამდენჯერ გითხარი, აღარ შემეძლო. ძალიან ვიღლებოდი და მომავალშიც ვერ სათხედავდი თავს. ეს მიზეზები არ კმარა? ესრა, მომავალი სწორედ იქ უნდა დაგენახა და ყველაფერი კარგად მიდიოდა. საქმეს თავს არ თმევდი. სხვა რაღაც ხდება. არა, სხვა არაფერი. მე კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. სალაპარაკო არაფერია. ესრა ნომატყუებ. სამსახურიდან როცა მიდიოდი, ტიროდი. ადემმა მითხრა. ვიტირე. ეს ხომ ნორმალურია? თქვენ მიგეჩვიეთ. რამდენ დროს ვატარებდით ერთად? დაუნერიმან. შეკვეთა მოვიტანე. მოვედი.
შეგერგოს. გოგო დღეს არიგებ? გამარჯობა. დღეს ხომ? დედას უთხარი ჩამწეროს. კარგი, შეგერგოს, წამოდი ჩინარ. ეს რა? რაღაც კითხვები მაქვს და პასუხებს ვერაფრით პოულობ. ჩინარ, არაფერი მომხდარა, რამდენჯერ უნდა გითხრა? უბრალოდ მომიდე და წავედი. არ შეიძლება? ბავშვები როგორ არიან ოფისში? კარგად, ისევ ისეა. გაია სულ კუჩი დამსდევს, მაგრამ ისევ ვერაფერს ვიგებ. ადამი და ერენი ძველებურად. ცოტა მოწყენილობა, რადგან ის გოგო წავიდა, რომელიც ბევრს ლაპარაკობდა და ყველას გვერდობდა. აი ასე მოსაწყენად ვცხოვრობთ. დანარჩენები როგორ არიან? ქალბატონი ჩახლა. ბატონი ოზანი. კარგად, განწყობა ადგილზეა. განწყობა ადგილზეა არა? ძმაო ნეჯმი, 2 კილო ფარში ამეწონე. ახლავე დაო. ძმაო ნეჯმი, როგორც ხედავ, განწყობა ადგილზეა. არანაირი სევდა და დარდი. ნარდს ვთამაშობთ, ჩაის ვსვამთ. მე რა მოხდა სამარცვენოს რას ვაკეთებდი დაომენექშა. ზმაუნეჯმით ყოველად მელაპარაკები. მადლობა ღმერთს სამარცვენო არასდროს არაფერი გაგვიკეთებია და ამაყად ვაგრძელებ ცხოვრებას. აი ამას აკამდე. თვალები რატომ არ დამერცო? ნეტავ დაურმავებული ყავი და ეს არ დამენახა ზმაუნეჯმი. აწონი და მოვალ. მიდი აწონე. დიახ გისმენთ. რა თქმა უნდა, რატომაც არა. დიახ ვიცი, ახლავე მოვალ. ვნებდები. მართლა ვნებდები. ასეთი უსირცხულო როგორ უნდა იყო ადამიანი? წავედი. დიახ, გასაგებია. აუცილებლად მოვალ. რა მოხდა? ის ქერა გააგდე? ხო, კარგი ამბავი მითხრა და წავიდა. ბატონი ოზანი კარგადაა, განწყობა ადგილზეა. რა კარგია, რა მშვენიერია. ო, კარგია. რა ქნას კაცმა. ცხოვრება გრძელდება. ლამაზი, წარმატებული, ქარიზმატული ტიპია. ყველაფერი აქვს. ის თუ არა ბედნიერი ვინ უნდა იყოს. წავედი და მოგვიანებით მოვალ. კარგი წადი, მაგრამ სადმე დიხარ და იკარგები ხოლმე. რა შენი საქმეა? მივდივარ. წავედი. წადი. მიდი ხო შენც წადი. ყველა სიყვარულის გადატანჯული მიდის. მშვენიერია. ჩანთა. გამოთ. Ben pilav istemiştim. ფლავი. კარტოფილის კარგია. სასარგებლოა. İstiyorum ben. კარგი ახლავე გამოვცვლებ, მაგრამ იცოდე ინანებთ, ისეთი გემრიელი კარტოფილია. Pilavı nasıl patates anladım ben? ექრემ როგორ ხარ? სიძე, მშვიდობა? ეს რას ვეძებ? სად არის ხომარისი? თუ იპოვი მეც გამაგებინე. ბოლო დროს სადღაც იკარგება და ვერ გავიგე სად. ახლაც აქ იყო, მაგრამ მოწყენილი წავიდა სადღაც. კარგი. გონი ვიცი სად არის. ინებეთ თქვენი ფლავი. მადლობა. უზონი აქ რას აკეთებს? ეს რა? Ozan? შეიძლება დავჯდე. რა თქმა უნდა. მოწყენილი რატომ ხარ? უბრალოდ. რადგან აქ გამოიქეცე, ანუ რაღაცაზე ნერვიულობ.
გამომართვი. მანქანაში დაგშა. სამაჯური. მინდოდა მომეცა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მადლობა ოზან. ყველგან ვეძებდი. რატომ წახვედი? მომგითხარი, სხვა მიზეზი არ მაქვს. კარგი. რადგან ასეა, მაშინ მითხარი. მოწყენილი რატომ ხარ? ოფისიდან ატირებული რატომ წამოხედი? არა, ბედნიერი ვარ. მოწყენილი რატომ დავიყო? მოვედი ზღვას უყურებ. ახლა კაფეში უნდა წავიდე, საქმეები მაქვს. ეს რა? ნუ გამერბი ხარ, თხოვ. ამჯერად მაინც დაველაპარაკოთ. რა შეიცვალა? ერთად მუშაობაზე პრობლემა არ გქონია. ყველაფერს აკეთებდი, რომ დარჩენილიყავი. რა მოხდა? ისეთი რა მოხდა, რომ ყველაფერი დაამთავრე. ეს რა ის უნდა გავიგო? არ გამომდის ოზან, არ გამომდის, ვერ ხედავ? ეს რა, მისმენე. კაცის ცხოვრებაში უცებ ვერ შეხვალ და ახსნის გარეშე ვერ დატოვებ. როცა სიმშვიდეს ვურღავ, ამის უფლება არ გაქვს. არ ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, არაფერი ვიცოდი. რა ვქნა ოზან? რა არ იცოდი? რა მოხდა ეს რა, რას ამბობ? მომიყევი რა ხდება? უფლება ხომ მაქვს რომ ვიცოდე. არაფერია მოსაყვალი, წავედი. მე მეუბნები რომ როდესაც პრობლემაა გარბი ვარ. ახლა შენ იგივე საკეთებ, გარბი ხარ. ნებდები. ისე იქცევი რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გქონდეს. ყველა ხით სწვალ. ყველაფერს ხვდები და ამას აღარ დავიჯერებ. ხომ გესმის? მორჩა ოზან, დაამთავრე? საღამოს კომპანიის დაჯილდოების ცერემონია. ერთად უნდა ავიღოთ ჯილდო. მანქანას გამოგიგზავნე და წამოგიყვანენ. შენ სიტყვა მოუმზადე. ვერ წამოვალ. ჩაგლასთან ერთად წადი. ჩაღლა საღამოს სხვა საქმეები აქვს. თანაც ხალხს შენი ნახვა უნდა. დაწყებული საქმე უნდა დაამთავრო. საღამოს გელოდები. შეგერგოთ. მამა შენს ვიცნობ, იმ ქალთან წავიდა. გამატარე ფეხებში ნუმედები. კარგი დედა. ნეტავ გენახა რა სახით ლაპარაკობდა ტელეფონზე. სახე უნათებდა. ამ ხელა კაცი როგორი აცანცარებულია. წლეული მციყოს ყველაფერი, რაც მისთვის გავაკეთე. ღმერთი ისე მოექცეს, როგორც იმსახურებს. გეყოფა რა, ადამიანის ყველა როგორ შეიძლება. ამდენი წელი ერთად ხართ. თან მამა ყველა ბრალდებას უარყოფს. მე მას უარყოფ. ნეტავ რა ახსნავს ბატონს. სიმართლე გითხრა, არაფერი არ უთქვამს. ვერც გეტყვის, იცი რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი აშკარაა. ვიცი რასაც ვიზამ. სერპილს უნდა დაურეკო. ადვოკატს? ხო, ადვოკატს. დედა. მამა შენს გავშორდები. დედა რას ამბობ? რა დროს გაშორება? თან ამასაკში. გადაწყვეტილება საბოლოოა. მამა შენს შორდები. უნდა გავშორდე. კარგი. მოკლა ბოსტნეული. კარგი, ხო, რაც გინდა ის გააკეთე. მივდიოდი, მაგრამ გამაჩერა. უამრავი რამ მითხრა, დამაბნია. ბოლოს თქვა საღამოს გელოდებიო და წავიდა. მისმინე გოგო. ზედმეტად ქარიზმატული კაცია, მთელი სცენა წარმოვიდგინე. და ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა. გოგო, ოზანი ისედაც სიმპათიურია. სიმართლე მინდა გითხრა და იმედია არ მცემ. ოზანი მართალია. ეს რა, როცა რაღაც ისე არ არის, როგორც გინდა. გეგმავ და გარბი ხარ. წამოსვლაც იმიტომ არ გადაწყვიტე, რომ ოზანი გეყვარდებოდა, ასე არ არის? ნაყინი არ გინდა? დაგიჭირე, გამოგიჭირე ეს რა. ეს რა შუაშია? არ გაურბი ვარ. უბრალოდ ნაყინი მომიდა, არ შეიძლება? ცხელა და გაგრილება მინდა. დაჯილდოებაზე უნდა წავიდე? გოგო, რას მეკითხები, რა თქმა უნდა? კარგი, მაშინ საღამოს წავალ. ჩემს საქმეს გავაკეთებ. დავასრულებ, რაც დავიწყე და ოზანს აღარასდროს ნახავ. აი ასე, მაგარია.
მაშინ წავალ მომემზადები. შენ ლამაზი კაბა არ გექნება, საიდან უნდა გქონდეს, წავიდეთ და ვიქირავოთ. მე რა შუაში ვარ? შენც მოდი ხარ და იმიტომ. გოგო რა სისულელია? არა კომფორტულად ვიქნები. თან ჩაგლა მოზანის სახლში ვნახარ შეიძლება. ქალბატონი ჩაგლა არ იქნება. სხვა საქმეები აქვს. შენც მოდი ხარ.